ჩვენ არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი დანაშაულის ჩადენამდე. ჩვენ არ ვერჩით მომხმარებელს. ჩვენ მას ვთავაზობთ უამრავ steps, ასე ვთქვათ, სადაც იქ პირველი არის გაფრთხილება, მეორე არის შეთავაზება მკურნალობის, მესამე არის ჩანაცვლებით თერაპია, მეოთხე არის დაუშვათ ოჯახის ჩართულობა ამასთან და ანუ ყველა ტიპის ნარკოტიკთან დაკავშირებით არის უნდა გადაიხადოს აუცილებლად დოზები ნარკოტიკის, რომელიც დეკრიმინალიზაციას რასაც ამბობდით, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ, ეს არ მოხდება ერთ წელიწადში, ეს არ მოხდება, ამას სჭირდება დრო, მაგრამ არსებობს მინიმალური, ძალიან ჩქარა გასაკეთებელი რაღაცები, რომელიც ძალიან მალე მოგცემს ჩვენ შედეგს. ანუ შემცირდება ზედოზირება, შემცირდება ინფექციის გავრცელება, შემცირდება კრიმინალი და ეს არის ხანმოკლე პერსპექტივაში. ხვდებით? ანუ ძალიან მალე შეიძლება გარკვეული შედეგების დადება. და 10 წლის და 10 წლის პერსპექტივაში ჩვენ მივიღებთ ზრუნვაში მყოფ ადამიანებს, ჩვენ მივიღებთ ნაკლებ კრიმინალს, ჩვენ მივიღებთ, რომ ბაზარზე აღარ იქნება ამდენი ნარკოტიკი, იმიტომ რომ მოთხოვნა არ იქნება.